სანტი ანსილალი, ნაკეული სანტი ომუსტარი. ასეთი სცენის ფარულად გადაღება სამართალდამცველებმა თბილისის ცენტრში მდებარე 10 ობიექტზე შეძლეს. პროსტიტუციის ხელშეწყობისა და უკანონო საქმიანობისთვის ადგილის გადაცემისთვის კი 7 ადამიანი დააკავეს. 6 ტაილანდის და 1 ჩინეთის მოქალაქე. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე დაკავების ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. აქ 4, წინ ცოტა წინ 4, даже 5. ჯანდურია. ორი არ ყოფილა, დავინახე რომ წაიყვანეს ეს ადამიანი. გამოძიების ვერსიით პროსტიტუციისთვის გამოყენებული ფართების ადმინისტრატორები პროსტიტუციით დაკავებულ ქალებს კლიენტების მოძიებაში ეხმარებოდნენ. მიღებული თანხიდან წილს ბრალდებულებიც იღებდნენ. საქმეში დევს ფარული ჩანაწერები, რაც ბრალდებულების აღიარებასაც მოიცავს. 150 ლარი? Massage and sexy 150. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩამულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე, განთავსებულ ობიექტებში ფართებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გადასცემდნენ. ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. 7 ბრალდებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, მათ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. რაიონის საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ტაილანდური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს, თანხის ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორი იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მალე სასამართლო იმსჯელებს, დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.